მოგესალმებით, უფასებო, უფალი იესო ქრისტეს სახელით. მადლობა უფალს, რომ დღეს ჩვენ შევხვდით. ჩვენი პირველი შეხვედრა 2025 წელს. მადლობა უფალს ამისთვის. და არა მარტო შევხვდით, არამედ გვერგო პატივი, რომ ერთობლივად განვადიდოთ უფლის სახელი. და სანამ წავიკითხავდეთ, უფასებო, მე მინდა შევეხო მოკლედ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს ქრისტიანულ ცხოვრებაში. ყველა ადამიანს, ვინც დედამიწაზე მოდის, ვინც დედამიწაზე იბადება, ყველა ადამიანს აქვს თავის მიზანი. ეკიბს განკურნება, რომ განკურნოს ადამიანი. მასწავლებელს, რომ ასწავლოს მომავალ თაობას. სპორტსმენს, რომ რაღაც მიაღწიოს. მაგრამ მე მინდა დღეს გესაუბროთ ქრისტიანის მიზანზე. რა მიზანი გვაქვს ქრისტიანებს? 21 საუკუნეში. პირველი საუკუნიდან დაწყებული დღემდე 21 საუკუნამდე, რომ დღეს ქრისტიანობის უმეტესობა რა მიზანი აქვს ცხოვრებაში. და სანამ წავიკითხავდეთ, მე მინდა ერთი მომენტი გავიხსენოთ ძვირფასებო, პირველი სახარების ახალი აღთქმის დასაწყისის თავის ბოლო მუხლები არის ესეთი საყოველთაო დავალება, რაზეც თვით შემოქმედი ღმერთი უფალი იესო ქრისტე ავალებს ყველა მოწმუნეს, ვინც იყო პირველ საუკუნეში და ვინც იქნება მომავალში. დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენგანსაც. მე მინდა წავიკითხო ეს მუხლები, მათე სახარების 21 თავის მე-20 მუხლები. ახლა წადით და მოიმოცაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა, ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. მე თქვენთან ვარ დღენიადაგ საუკუნის აღსასრულამდე. ეს არის ძვირფასებო ყველა ქრისტიანის დავალება. მაგრამ დღეს თანამედროვე მოწმუნეების მიზანი რა არის, დავალება რა არის? დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანები, როცა მოწმუნეები მოვდივართ ეკლესიაში, რა მიზნით მოვდივართ? ან როცა ეკლესიიდან გავდივართ, რა მიზნით გავდივართ ეკლესიიდან? რომ სახში მივიდეთ, რომ მოვისვენოთ? მე მინდა წავიკითხოთ ძვირფასებო მოციქულთა საქმეების მე-4 თავის პირველივე მუხლიდან, სადაც არის ძალიან საინტერესო მომენტი, როცა მოციქულთა საქმეები ძვირფასებო არის აღიარებული როგორც ახალი აღთქმის გული. ეს არის მომენტი, როცა მოწაფეები და მოციქულები იწყებენ მსახურებას იესო ქრისტეს გარეშე, მაგრამ სულიწმინდის ძალით. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მოციქულები და მოწაფეები როგორ ვითარდებოდნენ სულიერად, როგორ აარსებდნენ ეკლესიებს და როგორ ანვითარებდნენ ღვთის სახარებას მთელ დედამიწაზე. და მე-4 თავის მოციქულთა საქმეების პირველივე მუხლიდან წერია ძვირფასებო ასეთი სიტყვები. როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს დაადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველნი, გაბრაზებულნი, ხალხს რომ ასწავლიდნენ და უკან დაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას. და დაადეს ხელები მათ და დაცვას ჩააბარეს მეორე დღემდე, ვინაიდან უკვე საღამოვდებოდა. ბევრმა კი ვინც ისმინა სიტყვა ირწმუნა, მათმა რიცხვმა 5000-მდე მიაღწია. მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები და ანა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრების მოდმიდან. შუაში ჩაიყენეს ისინი და ეკითხებოდნენ, რომელი ძალით ან ვისი სახელით აკეთებთ ამას? და ძვირფასებო, ეს არის მოციქულთა საქმეების მე-3 თავის გაგრძელება. და მოციქულთა საქმეების მე-3 თავში წერია, რომ პეტრემ და იოანემ როცა ტაძარში შედიოდნენ, იქ შეხვდათ ერთი პიროვნება, რომელიც დაბადებიდანვე იყო ხეიბარი. და მას ყველა იმედი ქონა გადაწურული. ის პიროვნებას პეტრისგან და იოანესგან მხოლოდ და მხოლოდ ერთი აინტერესებდათ, ფინანსური გამორჩენა, რომ რამეს მისცემდნენ. მაგრამ მე-3 თავში ჩანს, რომ პეტრე ეუბნება, მე არა მაქვს ის რაც შენ გსურს, მაგრამ მე გაძლევ იმას, რაც მე მაქვს. იესო ქრისტეს სახელით ადექი და გაიარა. და ის პიროვნება წამოხვდა და გაიარა. ეს იყო უდიდესი სასწაული იმ მომენტში იქ მყოფ ხალხისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ პიროვნებას პირველი რაც გზნობად იმას აქნა, ეს იყო სიხარული. მეორე იმედი მომავლისა. შეიძლება ეს პიროვნება იყო გარიყული ოჯახის წევრებიდან, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მას ქონა ყველა იმედი გადაწურული. და მიუხედავად ამისა, მე-4 თავში რაც წავიკითხეთ, ძვირფასებო, რომ ამ სასწაულის შედეგად
ფარისევლები, მღვდელმთავრები და სადუკეველნი ბრალსდებდნენ, რომ რატო აქეთებთ ამას, ან ვისი სახელით აქეთებთ ამას. და აქ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ძვირფასებო პეტრეს და იოანეს მიზანი რა იყო? რომ ხალხში თავიანთი სახელი ამაღლებულიყო, რომ ხალხს დაენახა როგორი სასწაული მოქმედნი არიან? არა. და წერია მაშინ პეტრე აღივსო სული წმინდით და უთხრა მათ, ხალხის თავარო და უხუცესნო, თუ დღეს ჩვენ მოგვეკითხება პასუხი ამ უძლური კაცისთვის, გაწეული სიკეთეზე, თუ როგორ განიკურნა იგი, ცხადი იყოს ყველა ხალხისთვის და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენს წინაშე ჯამთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდურეთით. პეტრე მოციქული ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება მთელი კაცობრიობის მანძილზე და პეტრეს და იოანეს ბრალსდებდნენ სიკეთეზე, ბრალსდებდნენ სასწაულზე, ბრალსდებდნენ იმაზე, რომ მოახდინეს იესო ქრისტეს სახელით სასწაული. დღეს შეიძლება რაღაც გავაკეთოთ ღმერთის იესო ქრისტეს სახელით. ხალხმა შეიძლება დაგვრცინოს, შეიძლება შეურაცხყოფა მოგვაყენოს, შეიძლება უგულებელყოს. მაგრამ ჩვენ როგორც ქრისტიანის მიზანი რა არის? ჩვენთვის როგორც ქრისტეს შვილების, ქრისტეს წარმომადგენელი ამ წუთისოფლში, დღეს ჩემ გონებაში, ჩემს გულში, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა მიზანია? პეტრეს მიზანი იყო სულ სხვა რამე. პეტრეს მიზანი იყო, რომ სრულყოფილად აძლევდა სულიწმინდის მოქმედების საშუალებას. იმიტომ რომ როცა პეტრემ გახსნა ბაგე და დაიწყო საუბარი, სულიწმინდით აღივსო. და არა მარტო აღივსო სულიწმინდით, არამედ განუმარტა და ამხილა კიდეც იქ მყოფი მღვდელმთავრები და სადუკეველნი. დღეს ჩვენ როგორ ვავცელებთ ღვთის სიტყვას? ჩვენი მიზანი თუ არის ეს, რომ გავავცელოთ ღვთის სიტყვა? ჩვენი მიზანი თუ არის გავაკეთოთ სიკეთე იესო ქრისტეს სახელით. იმიტომ რომ დღეს ადამიანების მიზანი სხვა რამე შეიძლება იყოს. ადამიანების მოწმნეების მიზანი შეიძლება იყოს ფიზიკური, ფინანსური საზრუნავი. მაგრამ სად არის სულიერი? სად არის ქრისტეს ის უდიდესი დავალება? დღეს ადამიანები შეიძლება მოვდიოდეთ ეკლესიაში, შეიძლება ვკითხულობდეთ, კაია ეს, მადლობა უფალს, შეიძლება ვლოცულობდეთ, შეიძლება მსახურებაშიც ვიყოთ კვირადღისით. ეს მნიშვნელოვნად აუცილებელია. მაგრამ როცა გავდივართ ეკლესიიდან, როცა გავდივართ ქრისტესთვის მსახურებაზე გარეთ, ჩვენი მიზანი იქ რა არის? ჩვენი მიზანი იქ როგორია? და ამისინ მე მინდა აღვნიშნო 2025 წელი ახლა დაიწყო. დღეს ჩვენ 2025 წელს პირველად შევხვდით. გვიხარია ერთმანეთის დანახვა, ტკბებით ერთმანეთის დანახვით. მაგრამ ერთი პიროვნება 2025 წელს შეხვდა და პირველი იარვას გარდაიცვალა. ის ამას არ გეგმავდა. მის გეგმაში ეს არ იყო. მაგრამ ამ დღეებს უკვე აღარ შეეძლო. ისევე ვაკითხა, რომ ცხოვრებაში მისი მიზანი რა იყო? ცხოვრებაში მისი მიზანი რისკენ იყო მისწრაფებული? და სამწუხარო ის არის, რომ ის ღმერთს არ იცნობდა. სამწუხარო ის არის, რომ ის უფლის კანონებით, უფლის მცნებებით არ ცხოვრობდა. მაგრამ ჩვენ იმით განსხვავდებით, ზურფასება, რომ ჩვენ არა მარტო გავიგეთ უფლის შესახებ, არა მარტო შევიგძენით, არამედ მისი მემკვიდრეები გავხდით, მისი შვილები გავხდით, მისი წარმომადგენლები გავხდით ამ დედამიწაზე. და დღეს ჩვენ, როგორც მოწმუნეებს, უნდა გქონდეს მიზანი, რომ ვაკეთოთ ის, რაც უფალს უნდა. ვაკეთოთ ის დავალება, რაც ღმერთმა დაგვავალა და არა მეგობარმა, ძმაკაცმა, ან მეზობელმა, ნათესავმა. პირველი მიზანი უნდა იყოს ის, რაც უფალმა დაგვავალა. და როცა პეტრე და იოანე ამას აკეთებდნენ, როგორც წავიკითხეთ, ვინც იქ მყოფმა მოისმინა და იწმუნა, 5,000-მდე მიაღწია მათ რიცხვს. როგორ? იმიტომ რომ პეტრემ არა მარტო საქმით, არამედ სიტყვითაც დაამოწმა. და დღეს ჩვენ როგორ ცხოვრობთ, როგორ ვიქცევით გარეთ უფლის მოსაწონად.
დღეს როგორც ნამდვილად მე აღვნიშნეთ რომ 2025 წლის დასაწყისია. შეიძლება ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში უამრავი გეგმები გვაქვს, უამრავი მიზნები გვაქვს ამ 2025 წელს, მაგრამ ამ გეგმებში და მიზნებში არის უფლის სახელის გავრცელება? არის იმის მის დავალების შესრულება, რომელიც ყოველდღიურად უფლის სიტყვა გვეუბნება. და რაც არის საინტერესო თვითფასებო რომ მიუხედავად ამისა მე-11 მუხში ეს არის ქვა რომელიც უკუაგდეთ თქვენ მშენებლებმა და რომელიც ქვაკუთხედად იქცა. ვინ უკუაგდო? პირველ საუკუნეში ხალხმა, უფლის შეურმა ხალხმა. იმ მომენტში სულიერ წინამძღოლებმა. მაგრამ დღეს უფლის მადლი და წყალობით ის ქვაკუთხედია, რომელზეც ეკლესიები შენდება, რომელზეც ჩვენი სულიერი წინსვლა შენდება. მაგრამ დღეს ამ სულიერ მშენებლობაში, როგორც უფლის შვილი, როგორც უფლის წარმომადგენელი, მე ვიღებ ამაში მონაწილეობას ამ მშენებლობაში. დღეს შემთხვევით მეც უკუხუ არ ვაგდებ უფალს ჩემი მიზნებიდან, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან, ჩემი პრობლემებიდან. იმიტომ რომ აქ რაც პეტრემ გააჟღერა და რაზეც საუბრობს, რომ ელდროს 2000 წლის წინ თელმა სოფლიომ უარყვა. დღეს უამრავი ადამიანი უარყოფს გარესწორების სოფელში. მაგრამ ჩვენ გამორჩეულები ვართ. ჩვენ უფალმა გამოგვიყვანა სიბნელიდან სინათლეში. დღეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ რა უნდა ვაკეთოთ დღეს ქრისტესთვის. დღეს ბევრჯერ შეიძლება მოვისმინოთ, აბა რა ვიმსახურო ეკლესიაში, რა გავაკეთო ეკლესიისთვის. მე ასაკიანი ვარ, ბევრი რა შემიძლია. ზურფასებო, ლოცვა ხო შეგვიძლია. ერთმანეთის ზრუნვა ხო შეგვიძლია. ღმერთთან ურთიერთობა ხო შეგვიძლია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, დასკვნით რასაც პეტრე ეუბნება იქ მყოფ ხალხს, ეგრეთ წოდებულ ელიტა ხალხს იმ მომენტში. სულიერ წინამძღოლებს. 12 მუხში სხვაში არავისი არ არსებობს ხსნა, არც არის ცისქვეშეთის ხალხისთვის მიცემული სხვა სახელით, რომელითაც გადარჩება. სხვა გზა არ არსებობს. სხვა ხსნა არ არის. სხვა გზები იესოსთან არ მიდის. დღევანდელი ის გზა რაზეც ჩვენ ვდგევართ, რა გზას ჩვენ უფალმა გადმოგცა, რთულია. ეკრიანია, პრობლემებით არის. მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს მიზანი, თუ ჩვენ გვაქვს მოწოდება იმისკენ, რაც უფალმა ისკენაც მოგვიწოდა, ჩვენ ღირსეულად გავალთ ამ გზას. ჩვენ ღირსეულად ვივლით ამ გზაზე. და ბოლოს მე მინდა ძვირფასებო თქვა ის, რომ 2025 წელი რამდენიმე დღე არის, რაც გადავაბიჯეთ 2025 წელს. შეიძლება ყველაფერი კარგად აგვაქვს. შეიძლება ყველაფერი მოწესრიგებულია, მაგრამ არ ვიცით მომავალში რა იქნება. არ ვიცით მომავალში რა პრობლემა და რა დაბკოლება გვექნება, რა განსასწრელი, რა დაცემები. მაგრამ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, უფასებო, რომ ჩვენთან ერთად, ჩვენს გულებში, ჩვენს ცხოვრებაში ერთი დროს, ზოგმა 30 წლის წინ, ზოგმა 20 წლის წინ, ზოგმა 5 ან 10 წლის წინ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ის, რომ ერთი დროს ჩვენ უფალი იესო ქრისტე შემოუშვით ჩვენს გულში. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ცხოვრებაში შემოუშვის და ჩვენი ცხოვრების მეგზური გავხადეთ. უფალმა იცის, რომ როცა მოვიდა დედამიწაზე, რა მიზნით მოვიდა. როცა მიდიოდა გოლგოთის ჯვარზე, რა მიზნით მიდიოდა. მაგრამ ჩვენ დღეს თუ გვახსოვს, რა მიზნით უნდა ვიცხოვროთ, რა მიზნებისკენ უნდა ვიაროთ. იმიტომ რომ დღეს ჭუთისოფელში აღარ არსებობენ უფლის მოციქულები, მაგრამ არსებობს უფლის ეკლესია. უფლის წმინდა დანატოვარი, არსებობს უფლის შვილები, რომლებიც დღეს თითოეული ჩვენგანი ვართ წარმომადგენლები, უფლის ელჩები ვართ ამ ბნელ ჭუთისოფელში. მაგრამ მე დღეს როგორც უფლის წარმომადგენელი, როგორ ვადათებ? როგორ დავანახებ ხალხს შემოქმედი ღმერთის შესახებ? ეს პირადად ჩემთვის. მე მინდა რომ ხმამაღლა ვთქვა ეს. შეიძლება უამრავი გეგმა და მიზანი იყოს პირადად ჩემთვის. მაგრამ 2025 წელი არის პირველი. რაც შეიძლება მეტი
ადამიანს ვაუწყოთ სამახარობითი უწყება, რასაც ქვია სულის ხსნა, რასაც ქვია იესო ქრისტეს გაცნობა, რასაც ქვია ხალხში დანახება ის, რაც ხალხი ვერ ხედავს, ან არ უნდა რომ დაინახო. ასე რომ უფალმა მოგწეს ძვირფასებო ძალა იმისთვის, რომ დავაფასოთ და შევენარჩუნოთ ის, რაც უფალმა მოგცა, რაზეც უფალმა დაგვაყენა, საიდკენაც უფალმა მიგვითითა და საიდკენაც დღეს უფალს მივყევართ. შეიძლება ზოგს დაავიწყდა, ან ზოგმა არ იცის, რომ ეს გზა ამ გზის დასასრული რა არის. პირველი, რაც არის, უფალთან შეხვედრა. მეორე, რაც არის, საუკუნო სამყოფელი ზეციური იერუსალიმში. ეს არის უდიდესი ჯილდო, რაც თითოეული მოწმუნე მიიღებს, ვინც მიზან მიმართული იქნება. ვის ცხოვრებაშიც მიზანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც იყო მოციქულებში. თითოეული მოციქულში იყო მიზანი, რომ იესო ქრისტეს სახელი გაევრცელებინათ. ბევრი მოციქული არ ყავდა უფალს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. 12 ყავდა. მერე ერთი გამააგდა. მერე კიდე ერთი დაემატა. მაგრამ თავარი რაც არის, რომ ბევრი არ იყვნენ, მაგრამ დღემდე უფლისმადლი და წყალობით მოვიდა ჩვენამდე ღვთისმსიტყვა. უფლისმადლი დღეს ჩვენ შეგვეხო და ამას უნდა გაფრთხილება, ამას უნდა დაფასება, ამას უნდა შენარჩუნება. დღეს სანამსახურება დაიწყებოდა, იყო ეგეთი საუბარში ისა, რომ ადამიანი როცა დაიცემა ან რაღაცა უფალს დაშორდება, ის როცა დაუბრუნდება ღმერთს, მისი მდგომარეობა როგორ იზრდება. ამას სხვადასხვა მიდგომა აქვს, ამას სხვადასხვა განმარტება აქვს. თუ ადამიანი ცოდვაშია და ვერ ინანიებს, ის უფალთან სრულყოფილ ურთიერთობას ვერ აღდგას. იმიტომ რომ ღმერთს ცოდვასთან ურთიერთობა არ აქვს. მაგრამ თუ ადამიანი რაღაც მომენტში ან ცუდად იყო, ან უზრუნველად იყო, ეკლესიაში ვერ მოდიოდა, ან ჯანმრთელობიდან გამომდინარე ვერ კითხულობდა ღვთისმსიტყვას, მაგრამ ხო შეეძლო ელოს. ძვირფასებო ყველა ამით მემლინა, რომ ის და ვინახოთ დღეს, რომ უფალთან ურთიერთობა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველაზე მაღალი ფასეულობები მოწმუნისთვის უნდა იყოს უფალთან ურთიერთობა. და მე გისურვებთ ამ 2025 წელს, რომ ეს წელი იყოს უფალთან სიახლოეს წელი. ეს იყოს უფალთან დაახლოების წელი, სულიერი კუთხით და უფლის დავალების შესრულების წელი. უამრავი მიზნით შეიძლება ამის გაკეთება, უამრავი გზები არსებობს, მაგრამ მე მინდა რომ ერთი კითხვით დავასრულო დღევანდელი ეს სიტყვა, რომ მე ეს მინდა? მე ამისთვის მზათა ვარ? მე ამისთვის მომიწოდა უფალმა, რომ რაღაც ვაკეთო? თუ უბრალოდ სახულებაზე კვირა დღისით მოვიდე და დავჯდე და მოვისმინე ღვთისმსიტყვა, რომელიც როცა გავალ აქედან, შეიძლება არც კი მომახსოვდეს რაზე იყო საუბარი. ისმება მაკითხვა, ეგეთი მოწმუნის მიზანი როგორია? მე ამას ვამბობ გულის ტკივილით. იმიტომ რომ დღეს შეიძლება ქრისტიანობა იყოს მოდური. იმიტომ რომ ყველა შეიძლება დღეს სწავლზე ადამიანი მიდიოდეს ეკლესიაში და თითქოს და მოწმუნის ის არის. და მე მინდა რომ უფალმა დაგლოცოს, გვაკურთხოს 2025 წელს თითოეულ ჩვენგანს გქონდეს მიზანი, რომელმისკენაც უნდა ვიაროთ და რა თქმა უნდა ეკლესიასაც. უფალმა დაგლოცოს და გვაკურთხოს, მოგცეს ძალა, ერთგულება, სიყვარული და მორჩილება მის მიმართ. ამინ.